გამარჯობა, ეთერშია ტელერადიო კომპანია ობიექტივი, მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ, ამ დროიდან ვიწყებთ ინტერაქტივს. ეპოქა დასრულდა, უზარმაზარი ეპოქა, 17 მარტს, ხამის 11-ის 10 წუთზე გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. ის 93 წლის იყო. ვუსამძიმრებთ მთელ საზოგადოებას, ვუსამძიმრებთ საქართველოს. სიტყვები აქ ზედმეტია, დამწუხრებულია მთელი ერი, ქვეყანაში გამოცხადებულია გლოვა, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან მოდის უამრავი სამძიმრის წერილები არ წყდება. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ მთელ საზოგადოებას, თუ გაქვთ სათქმელი, შეგიძლიათ უკვე დარეკოთ ნომერზე 557 88 55 88. ესეთი ერი დღეს ღია იქნება, კონკრეტული კითხვა ჩვენ არ გვექნება, რასაკვირველია მაყურებელთან და რადიო მსმენელთან. თქვენი სათქმელი, თქვენი გულის ტკივილი შეგიძლიათ გამოთქვათ ამ პირდაპირ ეთერში და გვიკავშირდეთ და ისაუბროთ პატრიარქზე. მოვიგონოთ მისი ღვაწლი, მისი დამსახურება, ერთმანეთს მიუსამძიმროთ, სწორედ ამ ყველაფრისთვის იქნება ეს პირდაპირ ეთერი დღეს, ხაზი უკვე თავისუფალია, როგორც მე მანიშნებენ და მივიღებთ თქვენს ზარებს. უდიდესი ღვაწლის მქონე პატრიარქი გარდაიცვალა 17 მარტს 22 საათსა და 10 წუთზე. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე უყვარდა მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს, აგრეთვე მას უდიდეს პატივს სცემდნენ მთელს მსოფლიოში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ სხვადასხვა ეკლესიებიც მის ღვაწლს, მის დამსახურებას ყოველთვის აღნიშნავდნენ და მართლაც გამორჩეული პატრიარქი დავკარგეთ. ზარია ეთერში, გამარჯობა. რა სიტყვით? ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით. ალო? გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. ამ უძიმესი დღის გამო გირეკავთ ბათუმიდან. დიახ. დღეს როცა საქართველოში ასეთი უძიმესი დღეა და ქვეყანა არ დარჩენილა, რომ სამძიმარე არ გამოუცხადონ საქართველოს და ქართულ ხალხს, დღეს ბათუმის ცენტრში დაიწყეს გამალებული მუშაობა და არ ვიცი რასაც შენებენ, ალბათ ვიღაცა მილიონერმა შეიძინა ის მიწება, არ ვიცი რასაც, თუ შეიძლება მიაქციეთ ამას ყურადღება, რომ დღეს დროშებია ჩამოშვებული, საქართველოს გლოვია, რომ და ესენი დღეს მშენებლობები არიან ეს ამბავში. მადლობთ ქალბატონო, ბათუმიდან იყო ასეთი ზარი. ამ წუთებში საპატრიარქოში მიმდინარეობს სინოდის ხდომა, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ სინოდის წევრები. აქვე საპატრიარქოს განცხადება გავიგეთ ცოტა ხნის წინ გავრცელდა, სადაც საუბარია, რომ 4 საათზე, ანუ დაახლოებით 26 წუთში პატრიარქს გამოასვენებენ საპატრიარქოს შენობიდან და შედგება ფეხით, ქვეითად მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით. ზარია ეთერში, გისმენთ? ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს. ის ერთადერთი ისეული ადამიანი იყო მთელ ქვეყანაზე, მას უყვარდა ქვეყანა, თავის ხალხი უყვარდა, ამას თავის საქმიანობით ამტკიცებდა ხალხის წინაშე, ქვეყნის წინაშე. მასეთი ძირფასი ადამიანი საქართველოს ამდენად არავინ არ აყავს. დიახ. მადლობა დიდი ზარისთვის, გეთანხმებით ქალბატონო. 93 წლის პატრიარქი გარდაიცვალა ჩვენი ილია მეორე 22 საათსა და 10 წუთზე გუშინ ღამე. გლოვობს მთელი საქართველო. მართლაც დიდი ეპოქა დასრულდა. ვუსამძიმრებთ საზოგადოებას, ვუსამძიმრებთ მთელ ქვეყანას დიდი გულის ტკივილით.
დღეს ობიექტივის ეთერი, როგორც ჩვენი ერთგული მაყურებლები და რადიო მსმენელები ხედავენ, საგანგებო რეჟიმშია წარმართული. საეთერო პროგრამიდან ამოვიღეთ აბსოლუტურად ყველა გადაცემა და პროგრამა, რომელიც არ შეეფერება პატრიარქს და პატრიარქთან არ არის კავშირში. დღეს 6:30-დან უწყვეტი პირდაპირ ეთერი დაიწყება. პატრიარქის შესახებ ისაუბრებენ სასულიერო პირები, გიორგი დარასელიას გადაცემა იქნება 4-5 საათის განმავლობაში უწყვეტად პირდაპირ ეთერში და არაერთი სასულიერო პირი გაიხსენებს და მოიგონებს ჩვენს უძვირფასეს პატრიარქს. სამების საკათედრო ტაძარში უკვე დააბრძანეს პატრიარქის ფოტო, უკვე მიდის ხალხი სამძიმრის გამოსახატავად. შეგახსენებთ, რომ ზუსტად 4 საათზე საპატრიარქო შენობიდან გამოასვენებენ პატრიარქს და ფეხით მსვლელობა შედგება სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც პატრიარქს დააბრძანებენ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ, ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი სტილის ინტერაქტივი. დღეს პატრიარქს ვსაუბრობთ, რა იქნება თქვენი სათქმელი დღეს ამ მძიმე დღეს, სწორედაც რომ მძიმე დღეს. არ გვაქვს კონკრეტული შეკითხვა, ჩემთვისაც ძალიან მძიმეა ამ გადაცემის წაყვანა. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. პირდაპირ ეთერია შეგახსენებთ. თქვენი სამძიმრებისთვის, თქვენი სათქმელისთვის ღიაა ეს გადაცემა, ახლაც ხაზი თავისუფალია, როგორც მანიშნებენ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ თუ კი ასეთი სურვილი გექნებათ, თუ არ ექნება მაყურებელს სურვილი და ამასაც კარგად გავიგებთ, მაშინ ეთერს დავასრულებთ დროზე ადრე, დაველოდოთ თუ იქნება ზარები, ამ შემთხვევაში ეთერს გავაგრძელებთ, თუ არ იქნება ზარები, შევწყვიტავთ, ვიცი რომ თქვენთვისაც მძიმეა, ჩვენთვისაც მძიმეა. ეს ყველაფერი, რაც ხდება 17 მარტს, ხამის 22 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ზარია ეთერში, გისმენთ. მიზიარებ, ხირივარ. დიდი მადლობა, ხირივარ იმითაც რომ წელი საქართველოს ეს გული კაცი იყო. მადლობთ, დიდი მადლობა, ნამდვილად ქვეყნის მოყვარული, ადამიანებზე მზრუნველი, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით და მხოლოდ გადმოცემით და მონაყოლით ვგებულობთ ამას, იმიტომ რომ პატრიარქს არასდროს არ უსაუბრია იმ თავის დამსახურებებზე, თავის სიკეთეებზე, რასაც ის ჩუმად აკეთებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. რამდენი ადამიანი გადაარჩინა, რამდენს ხელი გაუმართა, ამას ვინ დათვლის, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, ქართული ეკლესია გაძლიერდა სწორედ ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში. გამორჩეული პატრიარქი დავკარგეთ, უსამძიმრებ მთელს ქვეყანას, უსამძიმრებ მთელ საქართველოს, ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. ამ წუთებში მიმდინარეობს წმინდა სინოდის სხდომა, აგრეთვე ეს მინდა გითხრათ და უამრავი სამძიმარი მოდის მთელი მსოფლიოდან. მართლმადიდებლური ეკლესიების გარდა სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ადამიანები და ქვეყნები გვისამძიმრებენ ჩვენ ქართველ ხალხს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით, მქონდა რომ პატრიარქი გადაიყვანდა ამ სულეს დაავადებულს და ჩვენთან კიდევ იქნებოდა დიდხანს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქიდანაც განუცხადოს საქართველოს და გადაეცვალება როგორც მფარველი ძალა. ნათელში ამყოფოს უკანონო სული. დიდი მადლობა. როდესაც ჩვენ ვკარგავთ ასეთი გამორჩეული დამსახურების მქონე ადამიანებს, ჩვენს პატრიარქს კარგავთ, ზეცაში ვიძენთ საქართველოზე მლოცველ ადამიანს და პატრიარქი ზეციდან ილოცებს შეგვეწევა ჩვენ. უზომოდ უყვარდა მას საქართველო, მთელი ცხოვრება ლოცულობდა და იღწვოდა იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა მომხდარიყო ამ ქვეყნისა, რაც ძალიან დიდი ტკივილია, რასაკვირველია თითოეული ქართველის. პატრიარქს ჰყავდა
უამრავი ნათლული დამწუხრებული არიან ეს ნათლულებიც ერთ-ერთი ნათლული აგერ ჩანს კადრში პატარა ბავშვი რომელიც ეხუტება პატრიარქს მთელ საქართველოსთან ერთად ისინიც წუხან და ტირიან ეპოქა დასრულდა გისამძიმრებთ მთელ საქართველოს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ზარია ეთერში გამარჯობა გისმენთ გისმენთ ტელევიზორს გამოურთეთ გთხოვთ ხმა კარგი არ არის კავშირი თქვენ ტელევიზორში ელოდებით რომ გაიგონებთ თქვენს ხმას და ეს დავასრულოთ ეს ზარი გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რომ ტელევიზორს გამოურთოთ ხმა ძვირფასო მაყურებლებო და რადიო მსმენელებო შეგახსენებთ იმასაც რომ დღეს 17 საათსა და 30 წუთზე უკვე დაიწყება დაახლოებით საათნახევარში გიორგი დარასელიას საავტორო გადაცემა უწყვეტი პირდაპირ ეთერი იქნება უამრავი სასულიერო პირია უკვე მოწვეული ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ ობიექტივი ყველა პოლიტიკური გადაცემა შევაჩერეთ ყველა პოლიტიკური ვიდეორგოლი რაც გადაცემიდან გადაცემას შორის გადის შევაჩერეთ და მხოლოდ საგალობლებია ეთერში და ფილმები პატრიარქზე თუ სხვადასხვა რელიგიური შინაარსის ზარია ეთერში გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ესა ბატონ დიახ მე ვიზიარებ ბატონი პატრიარქის გარდაცვალება გელებული ადამიანი იყო ეს იყო ადამიანი ღვთისმიერი ადამიანი იყო რომელსაც უყვარდა მარტო საქართველოს კი არა ქართველი ხალხი უყვარდა იბრძოდა ყველაფერი რომ კარგად ყოფილიყო ეს იყო დიდებული ადამიანი მარტო ბატონი პატრიარქი ჩვენ დასას უყვარდა დასას უყვარდა დიდებული ადამიანი ეს იყო ღმერთის განმაერთიანებელი ადამიანი იყო დიდებული და მაგის სული ღმერთთან ასე შეამყოფოს დიდებული ადამიანი მადლობთ დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით ინტერაქტივში დღეს არ გვაქვს კონკრეტული შეკითხვა თუ გაქვთ სათქმელი თუ გსურთ თქვენი სამძიმარი გააჟღეროთ ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დარეკოთ თუ გსურთ რომ პატრიარქზე ისაუბროთ ამისთვის ღიაა ეს ეთერი გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით ვიზიარებთ ხოდა თელ საქართველოს უზიარებთ ხოდა ბათუმიდან ვიზიარებთ ზუსტად ბათუმში დაიწყო მოღვაწეობა ილია მეორე 1963 წელს მონასტრად წმინდა ნიკოლოზის ტაძარში 68 წლამდე შემდეგ აფხაზეთში გადაიყო და ასე წავიდა მისი ძალიან დიდი დანაკლისი ეს იყო მთელი ეპოქა მართლმადიდებლურ სამყაროში გეთანხმებით დიდი მადლობა როგორც საპატრიარქოში შესვლამდე ბრძანეს სასულიერო პირებმა პატრიარქი თურმე ბევრს ფიქრობდა სიცოცხლეში თუ რა იქნებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ და ეს აწუხებდა ძალიან პირდაპირ ეთერში ვართ შეგახსენებთ რომ ვსაუბრობთ პატრიარქზე საქართველოში გამოცხადებულია გლოვა ეპოქა დასრულდა 93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ეს პირდაპირ ეთერია მთელი მსოფლიოს ეკლესიების წარმომადგენლებისგან სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებისგან პოლიტიკური ლიდერების მხრიდან საქართველოს მოსდის უწყვეტი სამძიმრის წერილები ზარია ეთერში გისმენთ ჩემო ბატონო დიახ ჩვენ პანტრას მე ვისმონათული ვარ აშვილის მონათული ვარ ათუმში რომ მოღვაწეობდა ამასული იყო ვენაცვალე მისოს ღმერთო ნათელი კანთელი მისოს მის მოქმედებას მის ვასკაცობას
და ჩვენზე ალმასოს დაკეთებული მედმნელი ქალვა მისი მონახული და დაიწყეს მისი მონახული აწარელია განთხოვის გუნდზე ნარებიდან ხარი აწარელია და ხათუნდა დეილათონდა ურუნათმეთი და დაიწყეს და ყორინდა მომნაკე დიდერამი მადლობა დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის დღეს 16 საათზე ანუ 15 წუთში საპატრიარქოდან გამოასვენებენ პატრიარქის ცხედარს შედგება ფეხით მსვლელობა და პატრიარქს გადააბრძანებენ სამების საკათედრო ტაძარში სადაც უკვე იკრიბება მრევლი ამ წუთებში კი სინოდის ხდომა მიმდინარეობს საპატრიარქოში ზარია კვლავ გამარჯობა რამდენი წლის? რამდენი წლის ხარ? 10 წლის. დიდი მადლობა შენ რომ დარეკე. ძალიან საყვარელი ბავშვი გვიკავშირდებოდა მართლაც ბავშვები უფროსები ყველა განიცდის პატრიარქის გარდაცვალებას ეს მძიმეა მთელი ქვეყნისთვის რასაკვირველია მძიმე დღეებია მძიმე წუთებია და რა სიტყვით ამ ვითარებაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ თუ კი სურვილი გაქვთ ვიცი რომ ყველასთვის მძიმეა საუბარი ეთერში დაკავშირებაც დარეკვაც რთულია იმიტომ რომ ემოციები დიდია თავად ჩემთვისაც ძალიან მძიმეა ამ გადაცემის წაყვანა მაგრამ არ შემეძლო რომ ეს ეთერი არ პირდაპირ ეთერი არ გაგვეხსნა და საზოგადოებისთვის არ მიგვეცა იმის საშუალება რომ საკუთარი სიტყვა ეთქვათ დღეს. ზარია კვლავ გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. დიახ. მადლობთ. დიდი მადლობა ზარისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვაა გამოცხადებული ჩვენს ეთერშიც შემოდის ზარები სხვადასხვა ადგილიდან ქვეყნისა ყველა გლოვობს და განიცდის გისამძიმრებთ მაყურებლებო და რადიო მსმენელებო გისამძიმრებთ მთელ საქართველოს ზარია ეთერში გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ვიზიარეთ პატრიარქის გადაცვალებას Didimeti davkavdet. Seni saklayamam birlikte çıkmadı patriarki. Hadi inaşe çemi lotsa. Bakışım popostu parma. Dih. Madlobt, დიდი მადლობა რომ დარეკეთ 557 88 55 ეს გახლავთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ზარია, გამარჯობა, გისმენთ. საქართველოს უსამძიმრე. დავიტყოდი რომ აუცილებლად შევასრულებ ის ბოლალოს საფუძვლად. რომელიც მხოლოდ სამწუხაროდ მცირედმა ისმინა. რა უმრავლესობა ერმა და ბერმა უგულებდა იყო. და მოჩინებით დამელოდებოდი სასწაულის დასაწყისს. დიახ. მადლობთ ქალბატონო თქვენ რომ დაგვიკავშირდით. დაახლოებით 10 წუთში პატრიარქის გადაბრძანება მოხდება საპატრიარქოს შენობიდან სამების საკათედრო ტაძარში ფეხით მსვლელობა, ქვეით მსვლელობა გაიმართება, სადაც ხალხიც მიიღებს მონაწილეობას, უკვე იკრიბება საზოგადოება საპატრიარქოსთან. ამ წუთებში აგრეთვე სინოდის ხდომა მიმდინარეობს. ზარია ეთერში გისმენთ? აიო. გამარჯობა, ეთერში ხართ. გისმენთ? უსამძიმრებ მთლიანად საქართველოს ამ ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებას. დიახ. ის იყო ქართველი ერისთვის, ქართველი მრევლისთვის ფისგან საჩუქარი მოვლენილი ადამიანი. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული. ღმერთმა გისმინოთ. მადლობა რომ დაგვიკავშირდით. გუშინ დაახლოებით 10 საათსა და 15 წუთზე უკვე პირადად მე შემატყობინეს პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიჯერებდი იქნებ რაღაც შეცდომა, იქნებ არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს, ველოდებოდი
ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქოსი არ მინდოდა დაჯერება ნამდვილად ამ ყველაფრის, ძალიან განვიცადეთ ყველამ და გუშინ ღამე უკვე მალევე მეუფეშიომ პირდაპირ ეთერში გააკეთა ეს განცხადება და დაადასტურა. ღამის 10 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა უწმინდესი ავადმყოფობის შემდეგ, ის კლინიკაში იყო გადაყვანილი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორც ექიმებმა თქვეს. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. ეთერში ხართ, დიახ. მიზიარებ უხარებოს პატრიარქის გაზრდების გამო. დიახ. ვერცა აუნაკის სული და რა ვიცი ეს საქართველოს წაიყვანოს დიახ. და აღარ ჟურნალისტებზე ვარ გაბრაზებული. დიახ. მეც გაბრაზებული ვარ. ალბათ გახსოვთ მეუფეშიოს განცხადების პარალელურად. ყველა ჟურნალისტმა გაიგოს, აი პიროდი ადამიანი რა არის ესა. მოკვდა გული გაუჩერდა ასე ისე აუბედურობა ება როგორ შეიძლება? გეთანხმებით. მადლობა ზარისთვის, მეტი კორექტულობა, პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ ჩემმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა, რეპორტიორებმა, ეს მოეთხოვებათ მათ. აუცილებელია რომ ტაქტი და კორექტულობა არ დაკარგონ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი წუთები და დღეები დადგა. ზარია კვლავ გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? ის სამდინარ სულიერ საქართველოს. იგი სამდინო მადლობთ. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ვუერთდები თქვენ სამძიმარს. მეც ვუსამძიმრებ საქართველოს, მთელ საქართველოს მოსახლეობას. 93 წლის ასაკში, გუშინ 17 მარტს ღამის 10 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა უწმინდესი და უნიტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული 16 საათზე მოხდება პატრიარქის გადაბრძანება სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს შენობიდან. ზარია ეთერში, გისმენთ? მიზიარებ დიდი უყარება. დიდი სიყვარულის პატრიარქისა და ჩემი ხსნელისა, ჩემი ხსნელის იყო. მაგრამ საწყოდ არ მოასწრაფე, ეს მარადა. და დავტოვო ამ ხრიკენ. სულხურდანი, შეიძლება სულიერ ნავისკადაცალების გამო მეთმა მათესიან ყო საფუძველი დაუბრუნდა იმათ ჩემი საქართველოს ჩემი ხალხის ჩემი ოჯახის ჩემი მრევლის მადლობთ ქალბატონო თქვენ ზარისთვის. დიდია ემოციები მესმის თქვენი მთელი საქართველო განიცდის და გლოვობს ჩვენს ძვირფას პატრიარქს. საქართველოში ვიმეორებ, რომ ოფიციალურად გამოცხადდა გლოვა სახელმწიფო უწყებებზე. სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ობიექტივიც მათ შორის მუშაობს საგანგებო რეჟიმში. საეთერო პროგრამიდან აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური გადაცემა ამოვიღეთ. მხოლოდ საგალობლები, რელიგიური, დოკუმენტური ფილმები და პატრიარქთან დაკავშირებული გადაცემები იქნება ეთერში. დღეს 6-ის ნახევარზე დაიწყებს გიორგი დარასელია გადაცემას. პატრიარქის მიერ ნაკურთხი მღვდლები, სასულიერო პირები ისაუბრებენ ილია მეორეზე, უწყვეტი პირდაპირ ეთერი იქნება გვიან ღამემდე. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და ერთად შევაფასოთ, უпростоროდ მოვიგონოთ პატრიარქის ხვაწლი და დამსახურება. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან ნერვიულობ.
გუშინდელ საკეთს შვილო, სულ ტირი ვარ, აქ სურათებს ვუყურე. დიახ. ეს ჩემი დიდებული მამა, მთელი საქართველოს ერის მამა. ნამდვილად არ მემეტება, ნეტა ცოტა ხანი კიდე ერთოდ. ღმერთსა ვთხოვე, წმინდანი კაცის სული მიიბაროს და იქიდანაც ვცდილობ საქართველოსთვის, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. დიახ. თავისიოდ მრევლისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ერთმა ნათელში ამყოფოს და დარწმუნებული ვარ, რომ ნათელშიც იქნება. კარგი შვილი. მადლობთ ქალბატონო, მადლობა რომ დაგვიკავშირდით. დღეს გავიღვიძეთ სულ სხვა საქართველოში, ასეთი განცდა მქონდა მე. ყველაფერი სხვანაირი იყო ჩემთვის დღეს უკვე. და ბოლომდე ალბათ ყველას არ გვაქვს გააზრებული, როგორი დიდი დანაკარგია ეს და დანაკლისია ჩვენი ერისთვის. უამრავი სამძიმრის წერილი მოდის, გვესამძიმრებენ ქართველებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის სხვადასხვა პატრიარქების მხრიდან მოდის სამძიმრის წერილები, არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ სხვადასხვა რელიგიის ადამიანებიც განიცდიან, იმიტომ რომ პატრიარქის დამსახურებას, პატრიარქის სიკეთეს და ღვაწლს ყველა ხედავდა და ყველა მიცოდა ეს როგორი გამორჩეული სასულიერო პირი იყო მთელს მსოფლიოში. ამიტომ ამას განიცდის მსოფლიოც და გვისამძიმრებენ ჩვენ, საქართველოს და ქართველებს და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქართულ სასულიერო პირებს, ვერ მონაზვნებს, ყველას. ზარია ეთერში, გისმენთ. მე სოფელასურებიდან ურეკა. დიახ. დიდად გულისია. ამას გადაწყვეტება. დიახ. სოფელასურებია ჩემი ზოგადად. კეთილი, მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. იმასაც შეგახსენებთ რომ წმინდა სინოდის ხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში საპატრიარქოში. ეპისკოპოსები უკვე შევიდნენ, მათ განცხადებებიც გააკეთეს შესვლის წინ საპატრიარქოს შენობაში. ბევრი რამ თქვეს, ბევრი სამძიმრის სიტყვა იყო. მეც მიჭირს სიმართლე გითხრათ საუბარი, კვლავ ზარია და ჯობია თქვენ უფრო მეტი ისაუბროთ. გამარჯობა. ბატონო ილია. დიახ. უსამძიმრებს ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ძალიან ძიმე შამი დაგვიდგა ყველა ქართველს, უსამძიმრებს ყველა ჩვენი სულიერი სინამდვილის დაკარგვას. ძალიან ძნელია ამის სატანა დამერწმუნდეს რომ ყველა გლოვობს, ყველგან ჩვენი ხალხი სამწუხაროდ მიმოფანტულია აქ არასახარბიელო ცხოვრების გამო, მაგრამ ყველა იმე გამოთქვამს ამ დანაკლისს. უსამძიმრებს ყველა ქართველს და უსურვებ ყველას გამძლეობა. ძალიან ძნელია სიტყვები არ ყოფნის მეტი. მესმის თქვენი. მადლობა რომ დარეკეთ და თქვენი სათქმელი ბრძანეთ. ინტერაქტივში დღეს არ გვაქვს ბუნებრივია კონკრეტული შეკითხვა. უწყვეტი პირდაპირი ეთერია ეს. შეგიძლიათ დარეკოთ, თქვენი სამძიმარი ბრძანოთ, თქვენი სათქმელი თქვათ პატრიარქთან დაკავშირებით. ამ ყველაფრისთვის გეძლევათ შესაძლებლობა თუ კი სურვილი გაქვთ, მაგრამ მე ვიცი რომ მაყურებლისთვის და რადიო მსმენელისთვისაც ძნელია საუბარი, რადგან ამას ყველა განიცდის. 17 მარტს ღამის 10 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. პატრიარქის ცხედარს სულ რამდენიმე წუთში გამოაბრძანებენ საპატრიარქოს შენობიდან, შედგება ფეხით მსვლელობა და პატრიარქს გადააბრძანებენ სამების საკათედრო ტაძარში. ზარია ეთერში, გისმენთ. მადლობთ, დიდი მადლობა, ცუდად ისმოდა ტელევიზორის ხმა ბრუნდება, მაგრამ გავიგონეთ რომ
დიდი ტკივილია და უსამძიმრებს საზოგადოებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც პატრიარქის სკამთან ტირის სოციალური ქსელებით გავრცელდა ეს ფოტო. 557-88-55-88 პირდაპირ ეთერში ვართ. ეს ტელერადიო კომპანია ობიექტივია. გისამძიმრებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს, მართლაც რომ დასრულდა ეპოქა, უდიდესი ეპოქა, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა გუშინ 10 საათსა და 10 წუთზე. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. მიზიარებ საქართველოს პატრიარქის ცოლებას. მინდა მოუწოდო იმ ხალხს, იმ საფასებდა და უწმინდური ადამიანები ძალიან ცუდად მოეხსენებიან პატრიარქს. ვენ დაანალიზებენ რამხელებია საქართველოს და მინდა რომ ყველა უწმინდურს მოუწოდო რომ ირწმუნონ პატრიარქს. დიახ. დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. გასაგებია თქვენი სათქმელი. უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანი, ასე აფასებენ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები საქართველოსთვის გამოგზავნილ წერილში, სამძიმრის წერილში პატრიარქს და მის ცხოვრებას. წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში საპატრიარქოში. რას იტყვიან ეპისკოპოსები, სინოდის წევრები ვნახოთ. გავრცელდება ეს ინფორმაციაც მალე მე ეთერის პარალელურად ახალ ამბებს მატყობინებენ და ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა. ვუზიარებთ მიან საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას. და ეს პატარა ამბავს მოყვები ცხოვრებაში ერთხელ შევხვდი პატრიარქს საპატრიარქოში. დიახ. მესამე შვილი ბიჭი მყავს და პატრიარქის დათვლილია და ძალიან ცუდად ყავდა და პატრიარქის დალოცვის შემდეგ მეორე დღეს მიიღო მოხდა სასწაული და უოპერაციით გადარჩა და კარგად არის ჩემგან და უმეტესი მადლობა პატრიარქს და დიახ. მადლობთ, დიდი მადლობა ასეთი ისტორიის გახსენებისთვის. სხვათა შორის ბევრი მსგავსი ისტორია ვიცით ჩვენ რომ პატრიარქის ლოცვის შემდეგ, პატრიარქის დალოცვის შემდეგ ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ფეხზე დადგა და გადარჩა. დიდი ძალა ჰქონდა მის ლოცვას. შეგვიძლია ეს თამამად ვთქვათ, იმიტომ რომ არაერთი ასეთი ისტორია გვაქვს გაგებული ჩვენ, რომ ადამიანი წამოდგა საწოლიდან ავადმყოფი, მალევე როგორც კი პატრიარქი მივიდა მასთან და დალოცა და ილოცა მისთვის პატრიარქმა. საქართველოში ოფიციალურად გლოვა გამოცხადდა, სახელმწიფო უწყებებზე ეროვნული დროშა დაუშვეს, მართლაც ყველა განიცდის და ყველა გლოვობს. უმძიმესი წუთები და დღეებია საქართველოს ისტორიაში. ზარია გლავ, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? ვიზიარებ. მეტვა ლოცვა უცხოელ მოგიშელოთ. საქართველოს და შუკვანე. დიახ. მადლობთ. დაიხარე და გაბრალდით. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. 557-88-95-88 ობიექტივიც ბუნებრივია საგანგებო რეჟიმში გადადის, ყველა პოლიტიკურ გადაცემას აუქმებს. ამ ეტაპზე ჩვენ რელიგიური გადაცემებით, პატრიარქზე ფილმებით, საგალობლებით ვიქნებით ამ პერიოდში ეთერში, ხოლო დღეს უკვე დაახლოებით საათნახევარში დაიწყება სპეციალური ეთერი, რომელიც პატრიარქს მიეძღვნება, პირდაპირი გადაცემები უწყვეტი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? ეთერში ხართ? საქართველოს პატრიარქის დიახ. დიახ. მადლობა თქვენ ზარისთვის, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. თავისუფალი ღია ეთერია, თუ გაქვთ სურვილი რომ დარეკოთ და ბრძანოთ პატრიარქთან დაკავშირებით რამე, თქვენი სამძიმარი გააჟღეროთ, ამისთვის გეძლევათ შესაძლებლობა ბუნებრივია. კონკრეტული შეკითხვა არ გვაქვს ინტერაქტივში. პატრიარქს ვსაუბრობთ,
ერთმანეთს უსამძიმრებთ. ასეთი ფორმატის არის დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ვიცი რომ ყველას გიჭირთ, ეთერში დაკავშირებაც კი ემოციასთან არის დაკავშირებული. ჩემთვისაც რთულია მოვდროულად ამ ეთერის გაძღოლა. ზარია ეთერში კვლავ გისმენთ? ვიზიარებ ამ ხარებას. მახსენდება ახალგაზრდები, რომ დაიხოცნენ, როგორ ეხვეწებოდა თქვენი პატრიარქის, როგორ უნდა მათი გადარჩენა წმინდა გიორგის ტაძარში რომ უნდა წაყვანა. მე და ეს ადამიანი მე მინდა მადლობა გადაუხადოს იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც ეს დაუძველებული როგორ ეწერებოდნენ, როგორ უვლიდნენ მილო, იქან ჯანმრთელად იყვნენ მთელი ახალგაზრდები. დიახ. მადლობთ ქალბატონო. მესმის თქვენი ემოციები. პატრიარქი მუდმივად ზრუნავდა ქართველ ერზე, ქართველ ხალხზე, აწუხებდა მათ შორის დემოგრაფიული მდგომარეობა, ამიტომ რაღაც გამოსავალს მიაგნო და ამან დიდი შედეგი მოგვიტანა სხვათა შორის, რომ ყოველ მესამე ბავშვს, რომელიც ოჯახში დაიბადებოდა, პატრიარქი პირადად ნათლავდა და ამან უზარმაზარი გაუმჯობესება გამოიწვია დემოგრაფიული ვითარების. დიდი мотиваცია გაჩნდა ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა მშობლებისთვის. ხშირად იგონებენ აგრეთვე აგვისტოს ომის პერიოდში პატრიარქის დიდ ძალისხმევას, რომ არა ის ალბათ ჩვენ გმირი ჯარისკაცების საფლავები არ გვექნებოდა, მისი ჰუმანიტარული და სხვადასხვა საქმიანობა არა მხოლოდ აგვისტოს ომში ყველას კარგად ახსოვს, მართლაც უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო ის. 17 მარტს ღამის 10 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სრულიად საქართველო გლოვობს, ოფიციალურადაც გამოცხადებულია გლოვის დღე. საპატრიარქოს შენობიდან სამების მიმართულებით ფეხით მსვლელობა მიმდინარეობს, პატრიარქს მიაბრძანებს ხალხი სამების ტაძარში, სადაც ის იქნება დასვენებული. ზარია ეთერში გისმენთ? ბატონო ილია, ალბათ ყველა გამოსვლას ემასწავლება. დიახ. ათ გადაცვლით თემურ ციკლაურის ტელევიზორში გამოსვლა, როდესაც მას ტრაგიკულად შვილი გარდაეცვალა და საერთოდ დაანება თავი ყოველგვარ სიმღერას და ესტრადიდან ძალიან შორს ამოვიდა. პატრიარქმა მითხრა თემურის სიტყვებს ამოწმებულის, რომ შენ დადეკ ესტრადაზე იმღერე და შესმაგინოთ მე ვილოცეთო და ასეთი დიდი მომღერალი დაუბრუნა ესტრადას იმისმა დიდ სულოვნება. ათელი იყოს მისი. დიახ, მადლობთ, დიდი მადლობა. ხაზი თავისუფალია, სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. არ გვაქვს რა თქმა უნდა არანაირი კითხვა დღეს გადაცემაში ინტერაქტივში. თავისუფალი ღია ეთერია, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვათ რაც გსურთ, სამძიმარი, მოგონება, პატრიარქს საუბრობთ, რა საკვირველია. ჩვენს ბრძენ პატრიოტ ეროვნულ მორწმუნე ყველაზე მეტად არ ვიცი რა სიტყვები უნდა ვთქვათ. რთულია ხომ სიტყვები დამეთანხმებით ალბათ, ჩემთვისაც ერთ-ერთი ურთულესი ეთერია ეს. გამარჯობა, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, ეთერში ხართ. კარგით, არ არის კავშირი, პატრიარქი 93 წლის გახლდათ, უამრავი წერილი მოდის მსოფლიოს ქვეყნებიდან, სადაც ქართველ ხალხს გვისამძიმრებენ პატრიარქის გარდაცვალებას. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა. უსამართლობენ ლიანა საქართველოს ყველა მართლმადიდებლები პატრიარქის გარდაცვალება და პირადად ეს იყო თვითონ იმედი აღარა მაქვს, იმედი დამეწვა, იმედი დამეკარგა. პატრიარქი ეს იყო ცენტრი. დიახ.
მადლობა თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემას მალე დავასრულებთ. მინდა კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ძვირფასო მაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მთელ საქართველოს მიუსამძიმრო. ბოლო ზარს მივიღებთ და ვასრულებთ გადაცემას. გამარჯობა, გისმენთ. ცოტა ადრე ვასრულებთ, მაპატიეთ, მეც ცუდად ვარ. გისმენთ, დიახ. ალო. გისმენთ. ნამდვილად თეს საქართველოს უსამძიმრებ ჩემი პატრიოტი გარდაცვალებას. დიახ. ყოველ ეკლესიაში შესვლის დროს მე ერთ სანთებს პატრიარქის ჯანმრთელობას უმთებდა. ნათელში იყოს მისი კეთილი სული. მადლობა თქვენ ჩემო ბატონო, რომ დარეკეთ და ასეთი სიტყვები ბრძანეთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენთ, გვიყურებთ. ილია ჩაჩიბაია. ვუძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივ, შეგახსენებთ, რომ დაახლოებით საათ ნახევარში უკვე დაიწყება საგანგებო უწყვეტი ეთერი, რაც პატრიარქის ცხოვრებას მიეძღვნება და ზოგადად პატრიარქზე იქნება იქ საუბარი. გიორგი დარასელია გაუძღვება ამ უწყვეტ პირდაპირ ეთერს. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.